არასოდეს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, რომ ჩვენ უცხო სახელმწიფოსთვის გაგვეყიდა ტერიტორია. პირველად ხდება, რომ ჩვენ სამი ყველაზე დიდი ქალაქია თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თბილისსა და ბათუმში ვყიდით ტერიტორიას უცხო ქვეყანაზე. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებად აქ ქონების შესყიდვა. ქართველებს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ბევრ სხვა ერს, რომელთაც ეს ქვეყანა მოსწონდა უყვართ, ეს მათთვის მეორე სახლი თუ დასასვენებელი ადგილი იქნება. შესაძლოა აქ საცხოვრებლადაც გადმოსვლა სურდეთ. ფაქტობრივად თბილისსა და ბათუმში შენდება აბუ-დაბი. ეს იქნება სხვა სახელმწიფო. ჩვენ ვცდილობთ ჩვენ მივყიდოთ ჩვენი ტერიტორიები და ჩვენ ტერიტორიაზე გავაჩინოთ ორი სხვა სახელმწიფო. აბუ-დაბი თბილისში, აბუ-დაბი ბათუმში. მე პირადად ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვთვლი, რომ მოსახლეობის დიდი უმეტესობა არის ამის წინააღმდეგი. თუმცა რა თქმა უნდა ნათელია, რომ ქვეყანაში არის ხალხი, ვინც სხვანაირად ფიქრობს, მიაჩნია, რომ ეს კარგია, ბევრი თვლის, რომ ეს ძალიან კარგია. როგორ შევხვდეთ ამას? შვიდად ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დავამტკიცოთ, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს არ სურს. არის ესეთი ქვეყანა ჩერნოგორია, ეს არის სერბეთის ნაწილი იყო, ეხლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, სამთავრო იყო. საკუთარ ენაზე სერბულზე ჩერნოგორია ქვია, ლათინელები და ძირითადად დასავლეთში მონტენეგროს უწოდებენ. მონტენეგროში იგივე კომპანია ყიდულობდა ტერიტორიას და იქ ხალხმა საპროტესტო აქციები და ხელმოწერები შეაგროვა იმდენი, რომ როცა ეს ნახა, თავად ამ არაბებმა ნახეს, უარი თქვეს, $6 მილიონი ზარალი ნახეს და იქიდან წავიდნენ სწორედ ამ ხელმოწერების გამო. ამიტომ ჩვენ გთხოვთ, აიღეთ ტელეფონი, ნურც გვარს იტყვით, ნურც სახელს, უბრალოდ თქვი, მე წინააღმდეგი ვარ საქართველოში არაბული ქალაქების შენებლობისა. ჩაწერე ეს ვიდეო, ჩაწერე, გამოგვიგზავნეთ ჩვენ ეს ვიდეო. გინდა ობიექტივის Facebook გვერდზე დადეთ, გინდა პატრიოტთა ალიანსის Facebook გვერდზე, გინდა ირმა ინაშვილის Facebook გვერდზე დადგით, გინდა ტელეფონი იცით, WhatsApp-ი იქნება, Telegram-ი, სიგნალი, გამოაგზავნეთ ამ ტელეფონზე. ჩვენ გვჭირდება 1 მილიონი ასეთი ვიდეო, რომ ეს თემა უმტკივნეულოდ დასრულდეს. და ბოლოს 30 ნოემბერს დღის 4 საათზე იქნება აქცია. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს ზეპარტიული აქცია. მობრძანდით მეტრო რუსთაველთან, რუსთაველის ძეგლთან, მობრძანდით 4 საათზე, 30 ნოემბერს 4 საათზე. და ეს არის სწორედ დღე დიდმოწამე მიქელისა, ეს იყო გობრონი, ნათლობის სახელი მიქელი, მიქელ გობრონისა, კახელი თავადი იყო. დიდმოწამეა, რომელიც არაბებმა აწამეს და მასთან ერთად აწამეს კიდე 133 ქართველი მეომარი. აი სწორედ ამ დღეს, კვირა დღეს, 30 ნოემბერს გელოდებით რუსთაველის ძეგლთან.